ვიცი, ჯეკზე 1,000,000% ხარ ფოკუსირებული, თუმცა ილიაზე კითხვები მანამდე არ შეწყდება, სანამ შენ ან ის არ წააგებს, ან ერთმანეთს არ შეხვდებით. შენთან არ მისაუბრია მას მერე, რაც მან ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა, რა შთაბეჭდილება დაგრჩა ამ ბრძოლაზე? ო, ის კარგია, ბრძოლას ვუყურე. ეს ბიჭი ჩარლზ ოლივეირა ყოველთვის ფინიშზე მიდის. ან შენ დააფინიშებ, ან ის დაგაფინიშებს. ამიტომ არის ის სახიფათო მოწინააღმდეგე. მოკლედ, კარგი ჩხუბი იყო. ახლა არ ვიცი, ვის შეიძლება ილია შეხვდეს შემდეგს. ერთმანეთში ჩხუბზე იმას ვიტყოდი, რომ მეც კარგი ბრძოლები მელოდება, მასაც სულ მალე მოუწევს ჩხუბი. ნახავთ რა მოხდება. მას თეთრ სახლში უნდა ჩხუბი და მეც მინდა მათ. შენი აზრით, ყველაზე დიდი ბრძოლა იქნება შენთვის? კიდევ ერთხელ მსგავსი კითხვების დასმა არ მიყვარს, რადგან ვიცი სულ მალე გიწევს ჩხუბი, მაგრამ მაინც ილიასთან დაპირისპირება იქნება თუ არა ყველაზე დიდი ჩხუბი. კი, ასე ვფიქრობ. ჩემი აზრით, MMA გულშემატკივრებისთვის ძალიან დიდი ბრძოლა იქნება. იცი რა, ხალხს უნდა ეს ჩხუბი და თუ UFC-საც უნდა, მაშინ შეგვიძლია ასეც მოვიქცეთ. შენი აზრით UFC-ს უნდა ეს ბრძოლა? ისეთი წარმოდგენა მაქვს, რომ თითქოს არ უნდა. არ ვიცი. ის კი ვიცი, რომ UFC-ს დიდი ბრძოლის გამართვა უნდა თეთრ სახლში. ამაზე დიდი ჩხუბი რა შეიძლება იყოს? ის ამბობს, რომ თუ შენ გაიმარჯვებ, მაშინ 170-ში შენთან ამბობ. ფიქრობ, ესაა ის, სადაც შენ გინდა ჩხუბი არა? 155-ში დაბრუნების სურვილი არ გაქვს, როგორც ვიცი. წონის კლებასთან დაკავშირებული პრობლემების გამეორება აღარ გინდა. მოკლედ, თანახმა ხარ თუ არა ამ ბრძოლაზე? კი, თუ ჩემთან ამოხვალ, ჩემთვის უკეთესი იქნება, ხომ გესმის? თუ 155-ში მომიწევს წონის კლება, მაშინ დანა ვაითმა ფული უნდა გადამიხადოს. რო დაგჭირდება ალბათ არა? რამადანის შემდეგ 155-ში შეძლებ წონის დაკლებას არა? რამადანის დროსაც ვიკლებთ წონას. მოკლედ ნახოთ. ჩხუბის შემდეგ კრეატინისა და პროტეინის მოხმარებას როცა შევწყვეტ, ნახოთ რამდენი წონა ვიქნები. მართალი ხარ, როცა ამბობ, რომ არ ვიცით ვინ იქნება შემდეგი მეტოქე ილიასთვის. ჯერ არ გამოუცხადებიათ, სავარაუდოდ პედი იქნება მისი შემდეგი მოწინააღმდეგე. ჯერ კიდევ მაშინ ჩანდა ასე, როდესაც პედი ოქტაგონზე ავიდა მასთან. ამაზე რა აზრის ხარ? შენი აზრით, პედი ნამდვილი გამოწვევა ამისთვის? შენი დივიზიონი იყო და უკეთ გეცოდინება. არ ვიცი, რთულია ძმაო. არმანმა ჩარლზ ოლივეირასა და თოფურიას ჩხუბი დააწყვია. წონა წარმატებით ჩააბარა და ამის შემდეგ მას უნდა ეჩხუბა ტიტულისთვის. თუმცა არ ვიცი. ჩემი აზრით არმანი უნდა იყოს შემდეგი, რადგან იმსახურებს. მან შეცდომა დაუშვა ჩემთან ბრძოლის დროს. ტრამვა მიიღო, წონით ჩასაბარებლად არ მოვიდა. მიუხედავად ამისა, ის კვლავ ნომერ პირველია დივიზიონში, ამიტომ მან უნდა იჩხუბოს ტიტულისთვის. შეიძლება არმანი ან გეიჯი. პედი ნამდვილად არა. პედი არა, რატომ? ძმაო, არ ვიცი, ვინ დაამარცხა პედი? ტონი ფერგიუსონი? კიდევ ვინ? მაიკ ჩენდლერი. ჩენდლერს ყველა ამარცხებს. თუ მის რეზიუმეს დავაკვირდებით, ნახავთ, რომ ტოპ მებრძოლებს ჯერ არ შეხვედრია. თუმცა მაინც თუ ფიქრობ იმას, რომ მას შესაბამისი უნარები აქვს გამარჯვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ დაუმსახურებია. რაღაცეების გაკეთება შეუძლია. თუმცა მისგან დიდ შანსებს ვერ ხედავ. შეუძლია კი? არ ვიცი. მართლა არ ვიცი. შეიძლება. სიმართლე გითხრა, დიდი გამოწვევა არაა თოფურიასთვის. არმანია სერიოზული მეტოქე, ხომ გესმის? ის უნდა დაამარცხოს, რადგან ის კარგი მოკრივე, მოჭიდავე და გრეპლერია. საერთო ჯამში ძლიერი მეტოქია. პედი? პედი კი ვინ შეამოწმა?